იცით თუ არა რომ ფორმულა 1-ის ტექნიკამ ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ლონდონში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბავშვთა საავადმყოფო Great Ormond Street ჰოსპიტალში 90-იან წლებში ექიმები სამედიცინო კრიზისის წინაშე დადგნენ. ბავშვთა კარდიოქირურგიაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. ექიმები მიხვდნენ, რომ მიზეზი პაციენტის საოპერაციოდან რეანიმაციაში გადაყვანის დროს პერსონალს შორის დაშვებული შეცდომას უკავშირდებოდა. არ არსებობდა წესრიგი, იყო ქაოსი, იყო არაორგანიზებულობა. ერთდროულად ექიმებისა და ექთნების დაუზუსტებელი ქმედებები, ინფორმაციის არასწორი გადაცემა და პაციენტის გართულების მიზეზიც სწორედ ეს იყო თან 70% შემთხვევაში, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ექიმებისთვის ფორმულა 1-ის პიტ-სტოპის მოდელი სამაგალითო აღმოჩნდა. იქ, სადაც 20-ზე მეტი ადამიანი 2 წამზე ნაკლებ დროში ასრულებს რთულ სამუშაოს. დროს კი მედიცინაში, ისევე როგორც რბოლაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კლინიკის მენეჯმენტი დაუკავშირდა კომპანია Ferraris გუნდს. ინჟინრები და პიტ-სტოპის ეკიპაჟი ჩავიდნენ საავადმყოფოში, დააკვირდნენ ექიმების მუშაობას და თავიანთი სპეციალურად შედგენილი პროტოკოლი გაუზიარეს. თითოეულ ექიმს განესაზღვრა კონკრეტული ადგილი და ფუნქცია, დაინერგა ჩუმად მუშაობის ფაზა და ჟესტების ენა. საოპერაციოში მყოფ ყველა სპეციალისტს ზუსტად ჰქონდა გაწერილი, რა დროს რა უნდა მოემოქმედა. მოდელი სრულად მოერგო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხარისხის გაუმჯობესებას და პაციენტის უსაფრთხოებას. პროტოკოლი გულისხმობდა შემდეგს. მოსამზადებელი ფაზა. სანამ პაციენტს შეიყვანდნენ ბლოკში, ყველა თავის ადგილზე იდგა და აღჭურვილობა მზად იყო. ფიზიკურად უშუალოდ გადაყვანის პროცესი. სრული სიჩუმე, მხოლოდ ტექნიკური მოქმედებები, აპარატის სწორედ მიერთება და ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემის ფაზა. როდესაც აპარატურა მუშაობდა, მხოლოდ წამყვანი ქირურგი აწვდიდა ინფორმაციას რეანიმატოლოგს, ისევე როგორც პიტ-სტოპის დროს მხოლოდ ერთი ადამიანი აძლევს ნიშანს მძღოლს. ფორმულა 1-ის პიტ-სტოპის ანალოგიისა და ავიაციის ექსპერტიზის გამოყენებით 2007 წელს ახალმა პროტოკოლმა ოფიციალურად მსოფლიო აღიარება მოიპოვა და კლინიკებში დაინერგა. ეს პროცესი შეფასდა რევოლუციად სამედიცინო ქირურგიულ ისტორიაში. ფორმულა 1-ის ინჟინრების მოწყობილობები სამედიცინო სფეროში დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. რატომ მაინც და მაინც ფორმულა 1? ავტორბოლაში, ისევე როგორც მედიცინაში, შეცდომის ფასი ძალიან მაღალია, ხოლო დრო შეზღუდული. ფორმულა 1-ის კულტურა, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ გაუმჯობესებასა და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე, იდეალურად ერგება თანამედროვე ჯანდაცვის გამოწვევებს. აი ასე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფერო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის გაუმჯობესებას დაეხმარა.